მაღალ ფასებზე, რაზეც ახლა ალაპარაკდა ქართული ოცნება, წლებია საუბრობენ მცირე მეწარმეები და ამბობენ, რომ არაერთხელ ჩააყენეს საქმის კურსში სახელმწიფო, რომ უჭირდათ ქსელურ მაღაზიებში მოხვედრა და საკუთარი პროდუქტების სახლებზე დადება, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები მათ მიმართვას ყურადღებას არ აქცევდნენ. ჩვენაი მიკრომეწარმეები და პატარა საწარმოთმობელები, რომლებისთვის პროდუქტის წარმოება არის ესეთი კრაფტ პროდუქტის წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მწარმოებლებისთვის ქსელში შესვლა მართლა ძალიან რთულია, იმიტომ რომ გარდა იმ პროტოკოლური აუცილებელი კონტრაქტში დაუშვათ გათვალისწინებული გადასახადების და რომელიც ითვალისწინებს ეს ურთიერთობა, აქვე უცებ წარმოჩნდება ისეთი გაუთვალისწინებელი ხარჯები, რომლებიც გაურკვეველი, აბსოლუტურად გაურკვეველი წარმომავლობისაა, იქ რაღაც სტენდის რაღაცეები, რაღაც ძალიან ბევრი წვრილი ხარჯი, რომელიც ჯამში ძალიან დიდ თანხაზე არის და ფაქტიურად თვითღირებულების ფასი უტევს მეწარმეს თავისი პროდუქციის ჩაბარება, რომ ის ფასნამატი, რომელიც აინტერესებს ქსელს, მისთვის იყოს მისაღები. ამას ყველა შეხვედრა ვაფიქსირებდით, აბსოლუტურად ყველა დონეზე, მაგრამ უკავშირი მე პირადად არაფერი მიმიღია და არ ვიცი ახლა სხვებმა რა მიიღეს, არასოდეს არ მიმიღია უკავშირი ამ თემაზე, იმიტომ რომ არავის არ აინტერესებდა არასოდეს ის მოცულობა წარმოების, რომელსაც ჩვენ ვქმნით. მთელი ყურადღება გადატანილია დიდ საწარმოებზე, რომლებსაც აქტიურად აქვს დაუშვათ ბაზარი დაყრდნობილი და მათ ისედაც აქვთ ეს უზრუნველყოფილი მათი ბაზარზე ყოფნა. და პატარა საწარმო არ არის საინტერესო არც ერთი ქართული დიდი პროექტისთვის. არც დაუშვათ ექსპორტისთვის ხელშეწყობით, არც იგივე ფასის დანერგვის და ეტიკეტირების უბრალოდ ინტერესის სფეროში ჯამურად ვეწდება ეს პატარა საწარმოები და ეს მეწარმეები ყოველთვის რჩებით იმ ფარგლებს გარეთ, რომელიც არის სახელმწიფოს ინტერესებში. ვის დაიბარებენ სუში გამოკითხვაზე უცნობია, თუმცა ვინ შეიძლება იყოს ერთ-ერთი პირველი, ვისაც პარლამენტში შექმნილ კომისიაში მოუწევს პასუხების გაცემა, ეს უკვე გამოიკვეთა, ეს იქნება დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელი. პირდაპირ ეთერში პირველების რეპორტერი ნინო ღვედაშვილი საუბრობდა, ასეთი იყო